ხო მარიკუნა გეძინა და აღარ გაგაღვიძე მეჩქარებოდა და გამოვიქეცი რა ხო დღესა ისკრება რო გეუნებოდი ხო ყველა უნდა წავიკითხოთ ჩვენი მოხსენება და მე გადაწყვეტენ მე დამნიშნონ ანზორი დანიშნონ თუ ის რა ქვია შოთა ხო მოკლედ სერიოზულად ვღერავ რა მარიკუნა ძალიან გთხოვ გამამხნევე მითხარი რამე რა ჩაგეძინა მარიკა კარგი ხო კარგი არაფერი ისე დაგირეკე გააგზელე ძიმე გააგზელე ბატონო ირაკლი გადავბეჭდა თქვენი მოხსენება. წაიკითხე? მოგეწონა? კარგია რომ დიდი მადლობა. ერთი წუთით მათქმევინეთ. კარგია რომ ქართული ენის პედაგოგი არ გიმოწმებთ ამ ნაწერს. მომისმინე მერიკო, მე მაქვს მოხსენება და საკონტროლო და ის კი არა, სუფთა წერა, შინაარსი როგორი იყო? გაცილებით უკეთესი ვიდრე ნაწერი. ძალიან კარგი. გასიარჯობია, მიდი ნოდარ დაუძახე რა. რა თუნდა დაძახება? აბა, ბატონო ირაკლი, როგორ ახარ? ხარ ნერვიულად? ცოტა. არავითარი ნერვიულობა, სრული მობილიზაცია. ესე იგი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გორდეზიანის არ შეგეშინდეთ. რატო? რაღაცაირი მოჟამული კაცია, სიტყვა პასუხის დროს იმისთან აკითხვებს დასვას და ისეთი სახე ექნება, რომ გული გაგისწევათ. მოდით ახლა რეპეტიცია გავიაროთ, მე შენ იყავი გორდეზიანი. არ უნდა რეპეტიცია, მზად არის ბატონო ირაკლი, წავედით. მართალია, მზად ვარ, წავედით. აბა, ბატონო ირაკლი, გახსოვდეთ ერთი რამე. ტრიბუნაზე რო გავხვალთ და მოხსენების დროს წყალი მოგწყურდებათ, ბოლომდე დაცალეთ ის წყალით. რატო? თქვენს მერე გამოდის ანზორი. ბერს ვლაპარაკობს, პირი უშრება ხოლმე და წყლის დაღება უნდება. წყალი რო აღარ იქნება, კაი დღეს ჩავარდება. აბა რა ვიცი, ნახოთ, მაგრამ მაინც დიდი მადლობა. აბა, რისი მადლობა მაგისთვისა რომ მოგეხმაროთ. აბა, კარგად იყავით. ხო. დავრეკავ ერთი მე აქედან. ბატონო ანზორ გამარჯობა. ნოდარი ვარ, ეხ ცოტა შემაგვიანდა და ეხავე მოვალ თქვენთან. კი, ყველაფერი ისეა, როგორც საჭირო, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. მაინც რომ მიხვალ ტრიბუნასთან, ერთი ბოთლი წყალი ჯიბეში გედგათ, რა იცი რა ხდება. გელოდება შენ ვახუნა. ვიცი რა. დაელოდოს მე თამა რა მოხდა ვერ გავიგე. დაელოდოს. რამდენი ხანი ელოდებოდა კეთევანი ვახოს. როდის ელოდებოდა? რამდენი ხანი იცდიდა და ელოდებოდა, როდის გათხოვდებოდა მისი და ვახოს ელოდებოდა, ვის ელოდებოდა? თამრი, მე 5 წუთში მზად ვიქნები, ხო იცი მე როგორი ჩქარი და ესეთი ადამიანი ვარ, მაგრამ ვახო ძალიან ადრე მიყავარ სამსახურში და ჩემთან სამსახურში რედაქციაში არავინ იქნება ჯერ მისული და ვერავინ ვერ დამინახავს, ვახო როგორ მიმაბრძანებს მანქანით სამსახურში და არ მინდა ესეთი რაღაცეები რა. მინდა რომ ხალხმა დამინახოს, როგორ მიმიყვანს ვახო სამსახურში მანქანი. მიდი შენ გაემზადი, არ დააგვიანო, შენ ადექი და გააღეკარი. მზად ვარ ადამიანო რა, კარგი რაღაცას ამ შართას ავიქებს ათვალეს. ახლა განკარგულებენ. მოდით. ესა, ვახო, შენთან არიან. გამარჯობთ. ამერო. დათო რა? დათო და ამირანი არა, ქათამს აქვს შენთან საქმე. ეს ის ნატურალური ქათამი არ არის, რამინიმ რო გამოგვიგზავნა, მე რო შევჭამე და მაინც ცოცხალი რო არის. კი, თამა, როგორიც არის. აი მე რო ქუჩაში შემხედრო და ვერ ვიცნობდი. ისეთი გაზრდილი დაქალებულია რომ. მინდი ეხა უთხარი, მინდი. მაცალე, ხო. ეხლა რა მინდა რომ გთხოვოთ? ხო. აჰა. საშამ დაგვირეკა გორიდან. ხო. ხო და საქეიფოთ გვეპატიჟება და 1-2 დღით დაიტოვეთ რა.
დათო თუ ქათამი? რა კარგად ვიტყვით, აბა. მე კი მინდა რომ ორივე დაიტოვოთ, მაგრამ ეს არ მეშვება რომ უნდა წამომყვეს და საკეიფოდ მივდივართ საშასთან რა. ჩუმად რატომ მეუბნები ქათამა რო არ გაიგოს? რას? ვერ გავიგე, აქ მაინც და მაინც ჩვენთან რატო უნდა დატოვოთ და ირაკლისთან რატო არ შეგყავთ? არგი. აიტეხა ამ ქათამა, გინდა თუ არა თამართან მინდა. ნო, თან ეხა წარმოიდგინე მე რო უთხრა ირაკლის ეხა მე რო ვეთქვი ირაკლის ქათამი დაიტოვე 2 დღით. მე როგორ დაირევა? თან მე ეხა როგორ თამა. რა მოგივიდა რა? 2 სიძე დაიტოვე და 1 ქათამის რო დაიტოვო რა მოხდა? ამიდან. რა დღეში ხარში? ვახუნა მე თეთოს. წაიყვანეთ ეგ ქათამიც გორში საშასთან. და გააცანით მე მამალი. ხო, ესეთ. რა გორში წავიყვანე ქათამს რა უნდა საშასთან. ამ ქათამს დათო ისეულის რომ რაიონში ვერ გავათხოვე. მომეც. მოიტა. რა მოგივიდა? აი, ქათამს მე არ დავიტოვებ ქათამ, მომეციათ. მოდი გენაჩვენი. აჰა. ადე, წამო. ეხა იცი რას ვიზავ? დღეს სამსახურიდან ადრე უნდა მოვიდე მაინც. ხო და მოვლი ამას ძალიან კარგად. თქვენ მაგისი შიში არ გქონდეთ? კარგად შეგინახავთ. შეგინახავთ პომიდორში და მწვანილებში. აბა ეხა დაიშვიდო. მომისმინე რომ მივდივარ ჩვენ ის ონკარი კიდე რო გაფუჭდეს და ის წყალი ჩაუვიდეს მეზობელს ერთი გასაღები ამათ დაუტოვოთ. შენ გონია მე არ ვიფიქრე ესა? გასაღები უნდა დაუტოვოთ პატას. პატას იმიტომ უნდა დაუტოვოთ გასაღები რომ ეკანახო არა? კარგი ბიზნესია. მე გადავაფიქრებინე თორე ქათმის დატოვებას აპირებ და ეკასთვის. ეს ქათამი იქით ოთახში შეიყვანეთ გამომეტინება ვიცი. მაგ მეგონა რომ მიყვარდი რა და მივხვდი რომ ვწდებოდი. ოდიში რომ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს რა. ორივესთვის ასიაჯებს. რა მაინტერესებს ისი? ეს გოგო არის შენი კლასელი? ხო, მაგა და შეყვარებული შორდება. კაი. არა და ნეტა ხელსახუცები თუ არის მაგიდეს მე მგონი ტილის აპირებს შეხედე და. საწყალი მაგა. გამარჯობა. ამირან პატას გაუმარჯოს. გამარჯობა დათო. დათო მოდი ხوار დაждები. ხო, არის. უი, დათო მოდი დაჯი. ბიჭო ბადა რა გჭირს? რა რამჭირს? გაიხედე უკან შეხედე გულს, შეხედე. გაიხედე, უყურებ. იმის ხედავ, შეხედე იმის. თუნთ არ გაიხედო. არ გავიხედე. ეგენი არიან შეყვარებულები, გაიგე? ხო. და შორდებიან ერთმანეთს და მეწოდება ის გოგო, რა რამჭირს? რასლა. მაგა. ხო. რა მოგიტანოთ მითხარი და თუ რა ცოტა გადავერთე, ჩავერთე, გაიგე ხა იქ. რა მოგიტანოთ აბა? არაფერი. გორში მიდიხართ, ხო? არის. გორში მიდიხარ? კი. და ავტობუსი აქედან გადის? არა. უბრალოდ მოვიდით ჩვენ აქ იმიტომ რომ ეხა რა არის ისი? სახლის გასაღები. ხო უნდა დაუტოვოთ ვინმეს. ხო და რა ვიცი რამე წყალი წამოვიდეს რაღაც მოხდეს და მივიდეს გააგოს ვიღაცამ დახედოს მიხედოს და ეს გასაგები მინდა დაუტოვო იმას ვისაც ძალიან ვენდობი მე. გასაგები. ხო და რახან სახლის გასაღებია ბოლობა. აქედან გამომდინარე ეს გასაღები უნდა დაუტოვო იმას ვისაც ძალიან ვენდობი მე. მე ვენდობი ასე გენდობი. მე? ხო. ვიმეორება. ძალიან გენდობი მე შენ. კარგი, გავიგე. და გასაღებს გიტოვებ ამიტომ შენ. ხო, გავიგეთ. ეს გასაღები გამომარ. ჩემ გასაღებს დაუტოვებ. ხო, შენი გასაღები დაუტოვებ. კარგი. ისა გორში რაგინე
საშასთან მიდიხართ? აი, საშასთან მიდივარ, საკეიფოთ. კარგია. მეტყვი ხო, მაცადე. თქვენც ხარ წამოხვალთ გორში. ვაი, საშასთან. ეს რა კარგად მოიფიქრე. ამირა. წამოდი. გორში რა მინდა? რა უნდა დავათვალიერო? გორის ციხე, სტალინის ძეგლი. სტალინის ძეგლი ხო აიღეს? ხო და მით უმეტეს სანამ გორის ციხეც არ აუღია, ჩავიდეთ დავუცადეთ. ჰა? ატა. შერასი. რა რას ვიტყვი? წავიდა ბიჭი და დატოვე საწყალი გოგო. რა უნდა ვქო? კარგი რა ბიჭი, მოიცადე კაც. ეკა. მომისმინე? კაი გორის კატლეტი. კატლეტს არ ვჭამ. ნუ შეჭამ, მისი დავუთვალიერო. არა, პატას ვარ დავტოვებ მარტო. პატას მარტო ვერ დატოვებ? პატას მარტო ვერ შეცაბოდი პატა. სად გორში, სად მიდი? როგორ წამოვიდე ახლა? აბა ხალხია ბარში და ხო არ დავტოვებ, როგორ წამოვიდე? ხალხია ბარში. ხალხია ბარში. ერთი. ამირა. სტაშას, რამდენი კაცის მიღება შეუძლია? კარგი რა, ხო ხედავ არ უნდა წამოშვა. ადექი წავიდეთ. მე და შენ იქნება, ჩვენ მაინც არ დავაგვი. ადე, წამო. კარგად იყავით? ნახვამდის. წავედით ჩვენ? კეთილი მგზავრობა. კარგად. ნახვამდის. კარგად. დარეკეთ რო ჩახვალთ. დაგირეკოთ. წამო, კაცო. ნახვამდის. დათო წინ იყურე კიბეებია. წამოდი დროზე. რა ვერ გავიგე იცი? გასაღები შერატო დაგიტოვა. დათომ რატო დაგიტოვა გასაღები? გასაღები? პატა რა. ჩემი ნახვა უნდა და მეტი ვერაფერი რო ვერ მოიფიქრა გასაღები დამიტოვა. გორიდან რო ჩამოვა, გასაღებს ხო მივცემ? ხო კიდევ ერთხელ ნახავს. ხო, რა მივხვდი, ეხლა მივხვდი, გასაგებია, ხო. მე წავალ მაგას მიხედავ დავაწყნარებ ცოტა ხანს. მოდი, დაჯექი. შენ მისი დამწყნარებელი ხარ, საწახო. შემომხედე მე. უარ დაგავიწყე შენ ფსიქოლოგიური რომ მე ჟენევაში დამთავრებული, ჰა? მე რომ ჩავხედავ ადამიანის თვალებში რომ ამოვიღებ ეგრევე ინფორმაციას ყველანაირ რომ გაუშვებ აქედან. შენ როგორ უნდა დააწყნარ? დააწყადე რომ ვინც ის რა დააწყნარდი ერთი. ადი დააწყნარე. ხო, მიდი. მიდი. ვარ, მე თუ ვერ დავაწყნარე, მე შენ დააწყნარე. მიდი. ხო. გამოცადე. მაკა გამარჯობა მაკა. გამარჯობა. შეიძლება მაგით გადმოჭდე? მადლობა. მაკა, მე ვარ პატა. პატა, ანუ ეკას ძმა ვარ მე. აი ეკასი, აი ეკასი, აი იქით როზის ეკა გამარჯობა ეკა. ხო, ეკასი. უკაცრავად რა იმან, წავიდიო იმან, წავიდა, ჰა? ხო. იცი როგორ მიყვარდა? ვიცი, როგორ არ ვიცი? რატო ნერვიულობ? რატო წყდება გული, ვერ ხვდები? აი, რატო ნერვიულობ, ჰა? შეიძლება იქით გადავჭდე? მადლობა. ხო, რომის რა მოხდა მე? წავიდა, რა მოხდა მე? თქვენ ერთად მაინც იყავით, ხო? ერთად მაინც იყავით და დაშორდით ერთმანეთს და მე კიდე საერთო მივახლოები ვარ. როგორ დავშორდებოდი პრინციპში, ჰა? ხო. აი, უარესების ხდება, წავიდა, რა მოხდა მე? მე რა ვქნა ახლა? აი, უკვე მომავალზე ფიქრობს, რა ვქნაო, გაიგე, ეს კარგია, ხო, შემომხედე, ხო, კარგია. ისა, შეიძლება იქით გადმოვიჯდე ისე, ხო, მადლობა, კარგი. ეხლა გეტყვი, რაც უნდა ქნა შეიძლება. რა ქენი მაკა და აი ხარზე თავი დამადე და იტყვი, მიდი მაკა. არა? ხო. პატა, მოდი. მოდი. მე ვიტყვი შენ ადგილზე, ხო, მოდი. ხო, მოვდივარ, ხო, კარგი, რაი. მაკა მოდიში, რა. დაჯექი. რა არის? ეს არის ფსიქოლოგი ვარო და თვალებში ჩავხედავ და ინფორმაციებს ამოვიღებო? რა ვიცი, ხა ხანიმოსიძე ხო ვერ გავიგე რა. მაკა. კარგი დაწყნარდი რა. წამოგინე სახში წაგიყვან. უი არა, მამა ჩემის თავი არ მაქვს. ეხლა უთხარი შეიძლება მაგით გადმოჯდეო, ფსიქოლოგიაში კარგია. წამო მაშინ ჩემთან წავიდეთ. არა, მარტო მინდა რომ ვიყო. უყურე. ეგან იძახის მარტო დამტოვო, ეხლა იძახის მარტო მინდა ვიყო. ვერ გავიგე რა ხდება. თუ მარტო არ გინდოდა და ეხლა როგორ კარგი თუ მარტო უნდა რომ იყოს ადექი და დათომ რომ გასაღები დაგიტოვა გორში რომ წავიდა რომ გენდობა მე გენდობი რომ გითხრა აი ყვანი ამირანის სახში და თუ მარტო უნდა ყოფნა იყოს იქ მარტო აბა მეტი რა შეგვიძლია რომ გავაკეთო კარგი იდეა წამო მაგაცაკი ვერ გავიგე რა მარტო რა თუ დამტოვებ ეხლა ეცე მარტო მინდა
ხო, კარგი, ხო, ისა მაკა, მაინც რა ვიცი, თუ ტირილი მოგინა არ დაგავიწყდეს, რა ვიცი, ბანა. ხო, კარგი, ხო, კარგად იყო. არა და მეუნები, ტირილი არ არის ცუდი, ტირილი ხო პირველია ცხოვრებაში, ბავშვი რო ტირის ხო ეგრევე, ტირილის იწყებს, კაცო რო იბადება ეგრევე ბავშვი, ხო? არ უნდა ამხავს ეს. მე მგონი ყველაფერი კარგად იყო. მეტი რა უნდა გამეკეთებინა. გავედი, დამაჯერებლად წავიკითხე ყველაფერი, ყველა დეტალს შევეხე, ხო? არაჩვეულებრივი მოხსენება იყო. უკაცრავად ბატონო იბეებზე კოტაძე შემხვდა და იმიტომ დამაგვიანა. ხო არ გაუგია მაგ კოტაძეს რამე? არა, მაგრამ თვითონ უფრო ნერვიულობს. თვითონ რაზე ნერვიულობს კაცო? რაზე და შაბათს ბავშვის ნათლობა აქვს და შედეგებს ელოდება. ვინც გაიმარჯვებს, ის გახდება ბავშვის ნათლია. აი მე კოტაძე ვერ არის ეგეც რა. შენ რას ფიქრობ მე ვინ გაიმარჯვებს? თქვენ. მართლა ასე ფიქრობ? არა, მე არაფერს არ ვფიქრობ, უბრალოდ გაწყნარებთ. ყოჩაკ, რა კარგად დამაწყნარე რა. დამაწყნარე ხოლმე კიდე რა ძალიან გთხოვ რა. გოგიმ დამირეკა. თუ მოიგებო ღვინით აღუნიშნოთო. თუ წააგებო არაყით აღუნიშნოთო და არ მიყვარს ეს არაყი, ხო იცი? ბატონო ირაკლი, შედეგები გავიგე გილოცა. მოვიგე? არა. აბა წავაგე? არა. აბა? ფრედამთავრდა, ფრე. ესე იგი, თქვენ და ანზორმა მოაგროვეთ თანაბარი ქულები. თქვენ და ანზორმა მოაგროვეთ თანაბარი ქულები. შოთა მოაგროვა ყველაზე ნაკლები და შოთა გავარდა. ამიტომ თქვენ და ანზორს შორის დაინიშნება მეორე ტური. გაიგე მერი? გავიგე. მეორე ტურზე რის დალევას აპირებთ თქვენ და ბატონი გოგი? რა დროს ეგ არის ახლა? მოიცა რა. მომზე მზად ვიყავი მოსაგებად ღვინოც მქონდა, წასაგებათაც მზად ვიყავი არაყი მქონდა. ამ მეორე ტურმა სულ დამაბნია. ესე იგი რას ნიშნავს? ვერც მოვიგე, ვერც ანზორმა? გააგებინე გოგო. თქვენ ენაზე რომ თქვათ X-ი დაჯდა. თქვენი ხუბრეთ და მართლა კარგი გამოსვლა მქონდა, კაცო, არ მქონდა კარგი გამოსვლა. ამ კოტაძესაც არ მქონდა უჟმური სახე. რა სახე ექნებოდა მაკოტაძეს ისე დაუბრიალა ამან თვალები, იმას კი არა მე ჩამივარდა ენა. მომისვიდე ხა რა გამოდის, სულ ჩემი და ანზორის ბრძოლა გრძელდება? კი. უნდა გაგრძელდეს ჩემი და ანზორის ბრძოლა. შოთამ რა თქვა? გაბრაზებული ჩანდა. გაბრაზებული კი არა, კაცო, ჩემზე რა თქვა? თქვენზე კონკრეტულად არაფერი, მაგრამ ისე ზოგადად ლაპარაკობდა, ეს ახალმოსულებიო, უცადინარებიო, მოვიდნენ, მოიყვანეს ესენი მდივნებიო და ერთ ამბავში იყო. წავედი ახლა მე ანზორი უნდა ვნახო და ისეთი სახე უნდა ვიღო, ვითომ ძალიან მეწყინა იმის ვერ გამარჯვება, აბა, თქვენი ცით, კარგად ხარ. ვაიმე. დათო. შენ ახარ კაცო რა. აგული გამიხედი. ჩემს ერთად რატო გძინავს ამირან? არ ვახსოვს. შენ რატო გძინავს ჩემთან ერთად? არც მე არ მახსოვს. გუშინ ბევრი დავლიეთ? არაფერი არ მახსოვს. კი, ბევრი მე მგონი. ხო დედა მოვდივარ. დედა მეგობართან ვიყავი, არ ინერვიულო, მოვდივარ უკვე. კარგი. ვაიმე. მე გადავრჩი. აბერტი დაიხედი, ცოლი ხორმე იყვანი ამირა. არა. ეს ვინ იყო? ამირა. შენ ისე ხარ დაგვემართა, ბიჭო. იმათ რომ ემართება თუ ფილმში ახალწელს დალევი და სხვა სარვალია ბინაში, ეს შეიძლება ეხლა თქვა რომ მე და შენ ლენინგრადში ვართ? რა ლენინგრადში შენთან ვარ წაგში ვერ ხედავ. აი მე და თავი მისკდება. საშასთან ვიყავი თუში. არა მახსოვს. იცი რა მახსოვს? ავტობუსამდე 1 საათი ქონდა დარჩენილი. და შენ თქვი რომ ცივი ლუდი დავლიოთ. რა ვთქვი? ლუდი დავლიოთ, ცივი. როგორი ლუდი? ცივი ლუდიო.
ვაიმე და თუ ერთხელ კიდე თქვი რა ცივი მსიაული. მე შემოიტანე არაყი. ეს მახსოვს. დიდი ბოთლი. ეგ არ მახსოვს. მოიტანე არაყი და მეგეუნებოდი რომ არ გვინდა. მე შენ მოიტანე მეორე ბოთლი არაყი და მეგეუნებოდი არ გვინდა მეთქი და მე ჩავჯექით ავტობუსში. მე ვიჯექი შენი წეკი. ხო. მე ჩავჯექით ავტობუსში და ჩამოვედით მცხეთაში რესტორანთან. ძღოლი და ხალხი დაგვეხმარა ჩამოყვანაში. მე მახსოვს რომ ძღოლს დაეხმარა ხალხი რომ ჩვენ ჩამოვეყარეთ მარშრუტკიდან. ხო. მე შევედით რესტორანში და შევუკვეთეთ ხინკალი და არაყი. დიდი ბოთლი. ორი დიდი ბოთლი. ხო. მე მომაწოდე ღვინით სავსე ყანწი. ხო. მე ეგ საერთოდ არ მახსოვს. მე როგორ გემახსოვრება? დალია და მე მომაწოდე. ეს მახსოვს. მაგრამ ეს გოგო არ მახსოვს. ეს გოგო არც მე არ მახსოვს, მაგრამ აი საშასთან რო არ ყოფილვართ, ეგ ნაღდად მახსოვს. ადიქი ხლა შენ წავიდეთ ღლონტებთან. კითხოთ. იმათ ეწოდინებათ რა როგორ მოხდა. ამ საშასთან წავიდეთ. საშასთან როგორ წავიდეთ, ფული აღარ აქვს. მე მაქვს. აბა გუშინ აღარ ქონდა. იმიტომ გითხარი რა გვაქვს, მე კიდე მესამე დიდი ბოთლი. არ ვიცი თამრი, არ ვიცი გეფიცები დაო მე მაგის მოთმენა აღარ შემიძლია. ხო და ვუთხრათ. ვუთხრათ, ლაშიკო მოვა და დაველაპარაკოთ სერიოზულად. ხო, აი ეს. ლაშიკო. ლაშიკო. თამარაკა ხარ შენ კიდე. გავალ მე მაშინ ეზოში ჩავალისებ. მოდი ერთი წუთი ადამიანო, მოდი ლაშა, ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს შენთან, ლაშიკო. მოდი გეხვეწები დაჯექი. ძალიან სერიოზული? ხო, ძალიან სერიოზული ლაშა. რა და მე და ქეთევანმა ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და მეტის მოთმენა აღარ შეგვიძლია. ხო. ვახო უნდა გააგდოთ სახლიდან? რა ვახო, მოусმინი ადამიანს დაჯექი. მისმინე ხა იმ ქათმის ატანა სახლში აღარ შეგვიძლია ლაშა. ხო და კეთილინებეთ შენ და ვახომ და დაკალით. მე და ვახომ კი არა, ვახო. აჰა, თამრი ხო გითხარი, ლაშა ჩვენია. ხო და ვახოს მე დაველაპარაკე. აგვეხმარება ლაშიკო ყველაფერში. ხო, აბარა. ვახო. უი. ო, ეძახდე? ვახო. სერიოზული საქმე გვაქვს შენთან. ძალიან სერიოზული. დაწყანდით გოგონებო? მე დავიწყებ. ვახტანგ. ოჯახურმა საბჭომ ითათბირა და ერთხმად გადაწყვიტა რომ აი ეს ქათამი უნდა დაიკლას. არა. რას ქვია არა? დაწყნარდი, თამარ, დაწყნარდი. ჯერ მოლაპარაკებები, შემდეგ ძალისმიერი მეთოდები. ვახტანგ, ქათამი უნდა დაიკლას. არა. შეხედე. მაშინ გააგდე. არა. ცოდოა. შეხედე, შენი ლაშიკო არის, ხო ცოდო რომ გააგდე სამსახურიდან, არის ხო შენი ლაშიკო დაკალი. ეხლავე დაკალი ქათამი. მომეწონა ქეთევან, კარგი იყო, აბა, რას იზავ კვარაცხელია? კარგით რა მოგევიდათ ახლა რა. ცოდოა ქათამი, აი რატო უნდა დავკ? შეხედე. რატო? ხო, აი რატო უნდა დავკლა? იმიტომ რომ შია. ჩხმაიმე ლაში. შენ ნუ მაიმუნობ ამ ხელა კაცი ახლა. ვახუნა. არა მეთქი, თქვი მე და მოჭა. ამას ლაპარაკი აღარ. ვახუნა, მოდი ერთი წუთი რა მომისმინე, ვახო. ეხლა ვერ ხვდები რომ ამ მდგომარეობაში მაწუხებს ეს სუნი ქათმი. ხო. დაუბან. კარგი აზრია. მიდი ქეთევაში წყალი დაადი, ხახვიც დაჭერი. აი მე დამანებე თავი, ეს ქათამი გინდა დაკალი გინდა ცოცხალი შეჭამეთ გაუპუტავი. ახლა მომისმინე. რაში გვინდა ქათამი? ეს ქათამი დადებს კვერცხს. ხო და გვექნება ნატურალური კვერცხი. შენ ხო ახლა ფეხბურთით ხარ ორსულად ხო ხარ? ხო და ნატურალური პროდუქტი უნდა ჭამო. სულ. შენი გულისხმე რომ მე ვახუნა, მოდი დღეს დაველოდოთ. თუ დადო კვერცხი არ დავკლათ და თუ არ დადო კვერცხი დავკლათ. კარგი.
კარგი. აბა, რა თქვენით, რაც მე აქ არ ვიყავი, რა გადაწყვიტეთ, რა მოვილაპარაკეთ? გადაიდო. რა? პროცესი, კი, საპროცესო ესე თქვა, შეთანხმება შედგა. ხო. ვაიმე. გადაიდო, ჯერჯერობით განაჩენის გამოტანა. მოიცადებით იწვი. ო! დათუნა ამირანი. შემოგძანდით. მოგძანდით. აბა. მოდი. გამარჯობა. რა ხდება? სად იყავით? როდის ჩამოხვედით? როგორ ხართ? აი ჩვენს ამის საკითხავად მოვედით, როდის ჩამოვედით, როგორ ვართ? მოდი, გადანაწილდით, მოდი, შნაგდაჯიქი, მოდი, შენ. აგდაჯიქი, მოდი, ეხლა ერთად ხო არ ჩაჯდებით აბა აქ. არ შემიძლია. არ გვახსოვს არაფერი და თქვენ ხო არ იცით გუშინ რომელ საათზე მოვედით? 4-ზე. ღამის 4 საათზე ხმამაღლა მღეროდით, იცინოდით, ყვიროდით, ეთინო რას ყვიროდნენ? ცოტა ჩომად ვიყოთ, თამარმა არ გაგვიგოსო, თორე დაგხოცავსო. და ეს შემთხვევით ვინმე გოგოც ხარ ყოფილა ჩვენთან ერთად. გოგო? დათუნა, ვინ გოგო? რა გოგო? ვინ გოგო? გითხარ, რას გვიმალა? არ გვახსოვს. არაფერს არ გიმალავს, არ გვახსოვს უბრალოდ და მაგიტო გეკითხებით რა. არა, გოგოს ხმა არ გამიგია. არა ხო. დათოს ცოლი ხო არ მოყავს ამილა. რა ცოლი ქათამძლივს უვლისად. უი, ჩემი ქათამი აქ არის ხო? შენი გამოიყვანეთ, წავიყვან. მე წაიყვანე, მოგვაშორეთ დათუნა, გემუდარები წაიყვანე რა. თავი უთხარი. წაიყვანე. მე ვერ გამოვიყვანე. რა ხალხო? რა? რაი? კვერცხიდა. ხო, ეხლა რა შევედი შიგნით? კაკანი გავიგე. ხო, თქვენ არ გესმოდით კაკანი? ვინმე გავიგება. ჩუმად კაკანებდა. ხო და ქათამი რო კაკანებს ხოლმე კვერცხი დადო ესე იგი. ხო და შევედი, მივიხედე და კვერცხი არ დაუდია. მოიცა, ვახო, ჩემმა ქათამმა კვერცხი აი, დადო. შენმა ქათამმა. შენი ქათამი იყო გუშინ, ეხლა ჩვენი ქათამია. წადი ეხლა ჩვენ სახში მიდი. გამძალდა. კარგად იყავი, მოდი, ეხლა შენ მოდი. ამიან მიდი დათუნა, მიდი გადიხარ. კანებდა რო კარგად იყავით, კარგად, ჩვენი ქათამია ეს. აი კიდე კაკანი. აი კაკანი, ისე მაინტერესებს. მოდი, გოგო კვერცხი და შემოგევლე ჩვენი ქათამი. რანაირად დადო ეს კვერცხი ახლა გაიგო რომ დასაკლავად დაკლავს უპირებდი თუ ასე უცებ რანაირად ვახო მოდი მოდი რა კაკანებდა ხო კაკანებდა ჩუმად ხო რა თავისთვის და ამ თავისთვის მოკაკანე ქათაბა კვერცხი დადო რომელსაც ყოდა აწედია ეწავშალე რა კარგად რა შენ გიხვეწები რა ქეთემას და თამარს არ უთხრა რა ცოდოა ქათამი კარგი ბატონო მე არ მეტყვი მაგრამ ეს კვერცხი რო გათავდეს მაღაზიაში რა უნდა ქა მითხა მე გეტყვი კარტოფილი დაუდე მე რევაში სადაც ატამი შემოვა და ნოემბრამდე გაკაჩავთ რა ბატონო ირაკლი ჩირი მოგართვით ნინო ბუღალტერს გამოუგზავნეს სოფლიდან წასულა არა გადავიდა მეორე ტურში და განაღდებული აქ რატო დაიხა სამსახური ბატონო შოთა ნოტარი ვარ როგორ მეწყინა თქვენი ამბავი კაცო რა მოგსვლიათ ეს როგორ დამასხდით მე ღვთის წინაშე მართალი ვარ ხმა მე თქვენ მოგეცით არც ერთი ხმა არ მიგიღიათ აბა ვისმინეცი მე ხმა კაცო
კარგით. რანაირი ხალხია. ერთი წუთი ვერ ენდობი ვერავის. როგორ მეგონა რომ კოტაძე მაინც მისცემდა ამ კაცს, მაგრამ არ მისცა, რა გინდა მოკ.